გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ამბავი, ძველი დიდი ხნის ამბავი არის. ადრე იკარუსები და რაღაც კავზები და პავზები რო იყო, რაღაც ავტობუსები ეგეთი დრო იყო. შეიძლება კომუნისტების დროც იყო, აღარ მახსოვს. ძღოლი იყო, ავტობუსის ძღოლი ყავდა ეს ერთი ავტობუსი და დაჭირდათ ექსკურსიაზე წასვლა და ეს ძღოლი ისეთი ხადავისტი იყო, რაღაცა იუმორისტი, რომ ყველას მუნოდა რომ მას წაეყვანა ექსკურსია დაჭირდებოდა თუ რაღაცა სადმე წასვლა. და ერთ დღესაც წავიდნენ ექსკურსიაზე, კოლეგები არიან თუ რა ვიცი. ხალხი რა წავიდნენ ახლა და წავიდნენ ექსკურსიაზე, ჩავიდნენ ნახეს სანახაობა, მერე მოშივდათ იქ დაждდნენ რაღაც ბუნებაში, იქეიფეს, დალიეს და რა ვიცი ახლა გაატარეს კაი დრო და რომ მოდიან გზაში უკან დაჭირდათ გავლა. ხო რა გაუჭირდათ ახლა ტუალეტი მოუნდათ და ძღოლს ეუბნებიან რომ გაგვიჩერეო რა სადმე განხი ადგილი გაგვიჩერე გვიჭირს. ეს ძღოლი ახლა იმნაირი შებერტყილია იმნაირი ის არის რომ ზაგასად მოძებნა ისეთი ადგილი რაღაცა უკაცრიელი უდაბნოსავი და არც ხიარი არც ბუჩქი არაფერი არჩენობა რომ რამეს ამოეფაროს ვინმე და რამე რა გაჭირება გადეიტანოს რას რა ვთქვათ. გააჩერა ასეთ ადგილას რაღაცა უდაბნოში ტრიალმინდორ ადგილია რაღაცა გაშლილი ველი არის. აყვირდნენ ახლა ეს საგააჩერეო რამე ებიჯო თქვენ თუ გიჭირთო რაღაც კაც იმას იზავთ რა. ხო და კაიო ახლა რაკნან ახლა ეს ხალხი არის ახლა ქალები კაცები და მე ვიფიქრეს ასეთი რამე რომ ავტობუსი ის მარჯვენა მხარეს კაცები არიან და მარცხენა მხარეს ქალები და ასე შეიცუცქებიან ახლა და არიან. ხო და ეს ყოლი ავტობუსი დატოვა დაქოქილი ანუ არ ჩაუქვია ხო და რომ საქმობენ ახლა და ხელში უკავიათ ახლა კაცებს და არიან და შვებითის უთქბენ ო რა კაია იქით ქალები ჩააკუზურები და ამ დროს დაძრა ავტობუსი და გეიქცა და ეს შეშინებულები ზოგი წივის კივის იგინება იწევლება ვინ რას აკეთებს გარბის რასაკ ერთმანეთს აფსავენ ასე ზოგი მღაჭახტილი გარბის და ერთი მაგარი ამბებია ო ასეთი ამბები ხდებოდა ჭიათურაში ადრე. არ ვიცი იმ ძღოლის სახელი, თუნდაც გაიხსენეთ კომენტარებში დაწერეთ ჭიათურელი თუ ვინმე ხართ. გეცოდინებათ.